უკვე მეოთხე თვეა 4 ქართველი მეზღვაური თურქეთში ისკანდერუნის ნავსადგურში დაყადაღებულ გემზე რჩება. ეკიპაჟის წევრები დამსაქმებელთან კონტაქტზე ვერ გადიან, ამ უკანასკნელს კი მხოლოდ ქართველი მეზღვაურებისათვის 35,000 ევროს ოდენობის ხელფასი აქვს გასაცემი. საკითხის მოგვარებაში უკვე ჩაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საზღვაო პროფკავშირები. დღეს ჩვენი ჟურნალისტი ესაუბრა აქუა ჰერკულესის ეკიპაჟის ქართველ წევრს. რა სწყვება დაყადაღებული გემის მეზღვაური ლანა ძაძამია მოგითხრობთ. ინგლისის დროშის ქვეშ მცურა მშრალ მტვირთბზიძე მყოფი 4 ქართველი მეზღვაური დახმარებას ითხოვს. მეზღვაურები უკვე 3 თვეზე მეტია თურქეთის ქალაქ ისკენდერუნთან დაყადაღებულ გემზე იმყოფებიან. გემზე მყოფი ერთ-ერთი მეზღვაურის თქმით, მათ ამოეწურათ საკვების მარაგი, ხვალ კი უწყლოდაც დარჩებიან. ეკიპაჟის წევრები გემის დატოვებამდე გარანტიების მიღებას ელოდებიან. საჭმელი, სასმელი არ აქვს ბავშვებს, ელემენტარული პირობები არ აქვს გემზე, გემის მფლობელი წასულია როგორც ეთყობა, ასე გაგვაგებინეს. ხელფასებზე ზედმეტია უკვე ლაპარაკი. საჭმელი საერთოდ გათავდა, მაკარონიც გათავდა, წყალი დავშერტი, ბოთლახევარი აღდგა, ველოდებით თუ უნდა მოსულიყო რაღაც ადვოკატი, რომელსაც უნდა წავეყვანებთ, თუმცა ეს ფული დარიცხვის შემდეგ. სასამართლოში და გაფორმდებოდა ხელშეკრულება, რომ გემის გაყიდვისთანავე ჩვენ დაგვირიცხება დანარჩენი მეზღვაურთა პროფკავშირების ინფორმაციით, აქვა ჰერკულესის მფლობელმა გემი კრიზისის გამო ნავსადგურში მიატოვა. მისივე ცნობით, ITF-ის წარმომადგენლება ეკიპაჟი წყლითა და საკვებით მოამარაგეს. ეკიპაჟის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ კომპანიის აგენტი და ადვოკატი, რომლებიც მათ ერთი თვის ხელფასის გადახდას და მგზავრობის ხარჯების დაფარვას თავაზობენ. დარჩენილი თანხის ანაზღაურებას კი გემის გაყიდვის შემდეგ პირდებიან. წყალით და პროდუქტებით ჩვენი კოლეგებს თურქეთში დაუკავშირდით და მივაწოდეთ ყველაფერი რიგზეა. ერთი თვის ხელფასს მისცემენ, გამომგზავრების სახში ფულსაც უხდიან და იქ გააფორმებენ აგენტთან ხელწერილს. პროცესში ჩართულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც. მამუკა ახალაძის ვარაუდით, შესაძლოა მეზღვაურები მოატყუეს, ან ისინი გემზე შუამავლის გარეშე მოხვდნენ. მისივე თქმით, გემს დროშის ტარების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. მამუკა ახალაძის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროც. უკვე 2013 წლის სექტემბრიდან აღარ იმყოფება დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ, მას არ აქვს უფლება იცუროს ზოგადად. სავარაუდოდ საქმე გვაქვს ან თვითნებურ დასაქმებასთან, ან მორიგ უკაცრავად აფიორასთან, როდესაც ქართველ მეზღვაურებს ხშირად არაკეთილსინდისიერი კომპანიები ატყუილებენ. მეზღვაურები რეისში საკრუინგო კომპანია ზურგის ქარის დახმარებით წავიდნენ. კომპანიის წარმომადგენელი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გემს დროშის ტარების უფლება არ ჰქონდა, არ ადასტურებს. რაულ ფარტენაძის თქმით, მეზღვაურებს კონტრაქტები მოწესრიგებული ჰქონდათ. ასევე თურქეთის მხარე იძლევა იმის გარანტიას, რომ გემის გაყიდვის შემდეგ მეზღვაურები კუთვნილ ხელფასს მიიღებენ. ჩვენი საშუალებით მოხდა ამათი გამგზავრება. ჩვენ დავეხმარეთ ენის ბარიერი ჰქონდათ და დავეხმარეთ ერთმანეთთან მოლაპარაკებაში. გაემგზავრათ გემზე, გემფლობელი გაიქცა, პრობლემები შეიქმნა და გემის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ თანხებს ყველა მეზღვაური აიღებს. ამის გარანტიას აძლევს თურქეთის სახელმწიფო. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ დეტალები თემასთან დაკავშირებით ხვალ დილით გახდება ცნობილი.